მოგესალმებით მეგობრებო, მოკლედ დღეს მინდა გადავიღოთ ცოტა სხვანაირი ვიდეო, აქამდე ესეთი არ გადამიღია და ცოტა ნერვიულობსავით რა თქმა უნდა, მაგრამ მაინც მინდა რომ მოგიყვეთ ესეთი პატარა ისტორიის და მოკლედ როგორ თქვა, არ ვიცი, ექსპერიმენტის შესახებ. რაც დავიწყე სადღაც 1 წლის წინ, ცოტა მეტის წინ დაახლოებით. საუბარი არის ჩემ არხზე. მოკლედ რაღაც პერიოდის წინ აღმოაჩინე სხვადასხვანაირი აპლიკაციები, რომელთაც შეგიძლია გააკეთო ფული. ეს აღმოაჩინე სხვადასხვა სორსებიდან, YouTube-დან, რაღაც Google-ით, Reddit-ზე იყო ზოგი რაღაც და ასე აქეთ-იქეთ მოკლედ რაღაცები შევკრიბე და თავიდან ძალიან კარგად მუშაობდა ყველაფერი, ნორმალურ თანხასაც ვიღებ. მაგალითად, Honeygain, როგორ ეხლა რომ მოჩას ეკრანზე, ეს თავიდან გაცილებით უკეთესად მუშაობდა, 3 device შეიძლება რომ ერთ ინტერნეტს დაგეკავშირებინა და დღეში მახსოვს ავდიოდი რაღაცა 30 ცენტზე, მე მგონი თუ რაღაცა მარტო, მაგ device-ებით, ჩემით და მოკლედ მე როცა გავუარეს ეს სიტუაცია, ეხლა მე ისე გაკეთე რომ ორი შეგეძლო მარტო ორი device, ეხლა ის შეიძლება რომ მარტო ერთი device შეიძლება ერთ ინტერნეტს სამწუხაროდ. და მოკლედ გადავწყვიტე რომ მეპოვა უფრო ჩქარი გამომუშავების გზები და აღმოაჩინე ესეთი ძალიან მაგარი რაღაცა რეფერალური სისტემა. მოკლედ ეხლა დავინტერესდი რეფერალური სისტემა რა იყო, იმიტომ რომ სხვა ადამიანებისგანაც მსმენია, ამ YouTube-ზეც მსმენია, ესეთი რაღაცა მარკეტინგი რო რაღაცაში, მაგალითად ვებსაიტები რო უთხოვენ რაღაცას გააზიარებენ რაღაცა ინფორმაციას და მე ამ ინფორმაციიდან გამომდინარე, ამ გაზიარებული ლინკებით რაღაცა კომისიებს იღებენ ხოლმე. სწორედ ესეთი რაღაცა არის რეფერალური სისტემა, ამის მინი ვარიანტი რაღაც როგორ თქვა ზუსტად. და დავიწყე ქართულად ვიდეოების გადაღება. მაინტერესებდა თუ გაჭრიდა ეს და თუ შეიძლებოდა მართლა ამით რაღაცის ფულის გაკეთება იდეაში და თანაც იმედად დავიწყე რომ ესეთი არხი საქართველოში ნაკლებად იყო რაღაც ერთი არის Genius, რომელიც ვიცი რომ ესეთ კონტენტს დებს და ბევრი არ იყო ესეთ ცნობილი და მეთქი ნახავთ თუ გამომივა რომ თან მეც ფული გავაკეთე და თან ხალხსაც მივუწვით რომ ესეთი რაღაცა შეიძლება და პატარა გვერდზე სამსახურებით რაღაცა ისე რომ ყურადღებას დიდად არ მიაქცე, მაგრამ ცოტა შემოსავალი იქნება, ეგეთი რაღაცა გაკეთდეს მეთქი და ვასწავლო ხალხს. გამოდის რომ შეიძლება არის რამდენიმე აპლიკაცია საერთოდ ისეთი რომ უბრალოდ გადმოიწერთ და ინტერნეტის გაზიარებით, თქვენი IP მისამართის გაზიარებით გამოიმუშავოთ ფულს და იმაზე არ დამოკიდებული რამდენად სწრაფი ინტერნეტი გაქვთ, დღეებზე არ დამოკიდებული რამდენად გამოიყენებენ კომპანიები ამ ინფორმაციას, რომელსაც თქვენ მიაწვდით თქვენი კომპიუტერებიდან, device-ებიდან ზოგადად და საუბარი არ არის რაღაცა ბანკის მისამართებზე და ეგეთ რაღაცებს არ ჩელჩობენ, ელემენტარულად, მაგალითად რომ შეხვალ YouTube-ზე რაღაცა ვიდეოებს ნახავ, ამ ყველაფერს ასახავს ეს აპლიკაციები და მე ესენი აწვდიან ამ ინფორმაციას სხვადასხვა კომპანიებს, რომლებიც ყიდულობენ ამ ინფორმაციას და ამაში იღწევენ ფულს და ეს კომპანიები ყიდულობენ ამ ინფორმაციას იმისთვის, რომ უკეთესი რეკლამები და ედები და ასე შემდეგ რაღაცები გააკეთონ და კიდე არის VPN-ებისთვის ხმარობენ, როგორც ვიცი, IP-ებს და ესეთი რაღაცები, თქვენ ინფორმაციას და თქვენ რაღაცა პაროლებს და მისამართებს არავინ ერთად არ წაიღებს, არ წაგართმევენ ამის თქმა მინდა. მოკლედ დავიწყოთ ახლა ესეთი რამდენიმე აპლიკაცია არის, მაგალითად Honeygain, IP-roll Ponzi, Peer-to-Profit, packet stream, რომელიც მარტო კომპიუტერზე არის, დანარჩენი 3 შეიძლება ასევე რომ კონდეს ნებისმიერ სხვა device-ზე, ტელეფონზე, პლანშეტზე და რაღაცა ეგეთებზე. და არის ასევე ყველაზე ახალი, რა ქვია, Air API, რომელიც ახალი არის, ჯერ აქედან ფული არ გამომიტანია, მაგრამ ხალხი იძახის და YouTube-ზე დევს ვიდეოები, რომ გამოდის ჩვეულებრივად თანხა და ესეც შეიძლება. ყველა ეს აპლიკაცია და ვებსაიტი მოქმედებს ზუსტად ერთნაირად, ამ ინტერნეტის გაზიარებაში თქვენ გიხდიან ფულს. სულ ყველას აქვს მსგავსი რეფერალური სისტემა, გარდა IP-roll Ponzi-სა და ეხლა ვახსნი მარტივად რა ხდება და როგორ ხდება. მოკლედ, ჩვეულებრივად, მაგალითად გადავიდეთ Honeygain-ზე, დღეს gathering აწერია, ყველაზე კარგად არის ჩემი აზრით, gathering დღეს მაქვს შეგროვებული რამდენი არის რაღაცა 0.05 ცენტი ჩემით, ცოტა არის რა თქმა უნდა. მოგებული მაქვს, რომელიც ყოველდღე შეიძლება გახსნათ იგივე რაოდენობის, 5 ცენტი, ცოტა ნაკლები იმაზე რამდენი წემოთ, 0.5 ცენტი უბრალოდ და რეფერალებით მაქვს გაკეთებული 1 ცენტი. 0.501 ეს 2 ცენტი, ხო? გამოდის რომ რეფერალებით უფრო მეტი მაქვს გაკეთებული, ვიდრე ჩემით და პლუს აპლიკაციაში არსებული მოგებებით. შეიძლება 2 ცენტი ბევრად არ ჟღერს და არც არის იდეაში, მაგისთვის არ არის ეს აპლიკაციები, თუ ესეთ საქმეს დაიწყებთ, ამებს გადმოწერთ, არ გეგონოთ რომ რაღაცა მილიონებს იშოვით ხვალე, ეგეთი რაღაცა შეუძლებელი არის ელემენტარულად, სწორედ ამიტომ დავიწყე ხა ესეთი ფორმატის ვიდეოები YouTube-ზე და მე ავხსნი ვიდეოს ბოლოში თუ რა ხდება და როგორ არის რა და დარჩით იქამდე და უყურეთ თუ ძალიან გაინტერესებთ.
აი პირველ ფონზე ამ ჩემი თო გამოუშვებული $3 და 60 ცენტი, მაგრამ რეფერალ სტატისტიკებში თუ გადავალთ აქ სხვანაირად არის, ანუ რეფერალ earning-ები ცალკე გვაქვს და ჩვენი earning-ები ცალკე გვაქვს. აქ მაქვს, აი Districts Commission, ანუ ამ კვირაშიც დამრიცხვა, ეს არ ვიცოდი, აქ მაქვს 13 და 36 დოლარი. ანუ ამ earn up-ში მაქვს გამომუშავებული $2 და 14 ცენტი, ეს თითქმის სულ ჩემით არის, მე მგონი, ანუ რეფერალები ყავს, ანუ 38 მაგაცაგან მოიწერა, მაგრამ მარტო ერთმა ანუ იმას აქნა იჩალი შეტყობა და დაიტოვა ტელეფონში და 10 ცენტი მაქვს იმისგან გამომუშავებული, მოკლედ. არის ასევე, ანუ ეს ჩვენი focus stream, რომელიც მარტო კომპიუტერზე არის სამწუხაროდ, მაგრამ არ აუშავს, იმიტომ რომ ანუ იგივენაირად მოქმედებს რა, თუ კომპიუტერი ჩართული გაქვს, სულ იმუშავებს. აი ამას მინდა რომ შევეხო ზუსტად ეხა, აი დაშბორდში გადავიდეთ, მე მაქვს აკეთებული $10 და 60 ცენტი. ერთხელ უკვე გავიტანე $5 აქედან და ვიდეო დევს მაგის. ნუ დანარჩენების ფულის გამოტანაც დევს არხზე შეგიძლიათ შეამოწმოთ თუ არ ჯერათ რომ გამოდის. ეხლა გადავიდეთ რეფერალებში. ვიღაცამ რო თქვას, რომ ანუ მე რა რო აი 53 რეფერალი მქონს, ხო? და $7 და 91 ცენტი მაქვს მარტო გამომუშავებული აქედან. ვიღაცამ ეხლა შეიძლება თქვას, რომ ნახეთ, ანუ აქედან ცოტ-ცოტ აი 1 აქ 18, 1 აქ 1, 1, 4, 1, 4 და ანუ ცოტ-ცოტ არის გამომუშავებული და ძირითადად კაცშვილს არაფერი არ მოუწია შეფთვისო რა აქედან რეფერალური სისტემით. ერთი ადამიანი არის აი აქ ვიღაცა, რომელმაც გააკეთა რამდენი გამოდის ეს? ანუ 20%-ს მირიცხავს და $7 და 36 ცენტი გამაკეთებია ამ ადამიანს. ესეთი ხა წარმოიდგინეთ, რო იყოს ანუ ცოტა მეტი კიდე, ხო? იმიტომ რომ ხა ნუ ქართულ ვიდეოებს ვიღებ, საქართველოში იმდენი ხალხი არ არის, რომ ესეთი რაღაცა კარგად მოქმედებდეს და ანუ full time job-ად გადაიქცეს და ამაზე იყო დამოკიდებული ამაზე იცხოვრო და სწორედ ამიტომ ვაპირებ მომავალში, რომ ანუ ინგლისური და რუსული ვიცი საკმაოდ კარგად, ნუ ყოველ შემთხვევაში იმ დონეზე ვიცი ორივე ენა, რომ არხი გავაკეთო და ესეთი ვიდეოები გადავიღო და იქედანაც რეფერალები მოვაგროვო. ანუ ესეთი ადამიანი $7 და 36 ცენტი რო გამაკეთებია, რო იყოს კიდე ერთი 50 წელი რაღაცა, ამ ფულით ჩვეულებრივად ცხოვრება შეიძლება. იდეაში ხო რა, ანუ თვიდან თვემდე საქართველოში რამდენი არის ხელფასი, რაღაც სპაში რო ემუშავა რამდენი არის ხელფასი, არ ვიცი, წარმოდგენა არ მაქვს. ხალხი ანუ სულ მაგაზე უძუნებს, რომ ცოტა გვაქვს ხელფასი და რაღაცა და რავი, ანუ ჩემი აზრით, ანუ რომც მუშაობდე, მაინც კარგი ვარიანტი არის, იმიტომ რომ არაფერს ეს არ გართმევს, არაფერი აქედან ფულის გადახდა რაღაც არ გიწევს, უფასო არის ყველაფერს გამოწერა და რეგისტრირება, რომ მუშაობდე და კიდე ეს ზემოდან რო კონდეს, რავი, ანუ დამატებითი პროფიტი არის, რატომაც არა, ხო? და აი ამ რეფერალების ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი არის ჩემთვის peer to profit-ი, ამაზე გამიმართლა ყველაზე მეტად, იმიტომ რომ აი შეხედეთ ეხლა იმას, total აქ წერია $18 და 90 ცენტი, მე მაქვს გაკეთებული 10 ცენტი. და რეფერალებისგან გაკეთებული მაქვს 18 ცენტი და 80 დავამბობ თქვათ ეს. ანუ ეს არის სადღაც თვენახევრის თუ რაღაცის გამომუშავება ამ აპლიკაციიდან, მიუხედავად იმისა, რომ ნახოთ ახლა რეფერალები მე მყავს მხოლოდ 115 რეფერალი. და ანუ ნახევარზე მეტი ალბათ არაფერს არ არის, ნახეთ 0 რამდენი 0 წერია, ხო და ესე რომ გადახვიდე, ანუ ნახეთ 1-2 ადამიანს თუ აქვს მარტო გამომუშავებული. მაგრამ ანუ კარგი ეს არის ამ აპლიკაციიდან, რომ აი ესეთი აპლიკაციებიდან უფრო სწორად რომ 1-2 კაციც რომ მუშაობდეს, რომ დაიტოვონ ისინი რასაც გამოიმუშავებენ, ანუ შენს ნაწილს მიიღებ იქიდან და ანუ სულ გექნება აქედან შემოსავალი. თუმცა ეხლა მაგალითი სადაც ანუ ეს რეფერალური სისტემა ვერ გამოვიყენე კარგად, იმიტომ რომ ანუ არ მოეწონა ხალხს ეთყობა ეს აპლიკაცია და დაიგიდეს და დიდი არაფერი არ გამიკეთებია რეფერალები. ანუ რამდენიმე კი მყავს, აი ხა გადავიდეთ უცბად. ხო, აი affiliate dashboard-ი არის ეს და affiliate total მაქვს გაკეთებული 32 ცენტი. ანუ ბევრი არ ბრძვალი არ არის და ჯამში მაქვს გაკეთებული $13 და 77 ცენტი, ხო? ანუ წარმოიდგინეთ, რომ არაფრიდან გაქვთ $13 და 67 ცენტი. აი უბრალოდ წარმოიდგინეთ, ხო კარგი გამოდის, ანუ ხო აი ხო უბრალოდ რო ჩაიხედოთ საფულეში და რო იყოს $13 და 67 ცენტი, ხო? რა მნიშვნელობა, სულ რო $1 იყოს, სულ რო 5 თეთრი იყოს, ხო უკეთესი არის არაფერზე, ხო? ხო და ზუსტად ანუ ესეთი რაღაც არის ეს აპლიკაციები. შეიძლება რაღაც 1 წელი გავიდეს, მერე გამოიტანო და ანუ არაფრიდან ფული გერიცხება, ხო? ძალიან მაგარი რაღაცა არის და თუ მოხოდოთ და როგორც მე მაგალითად ქართულად რო დავიწყე YouTube-ი, ახსენწელა რატოც რო ანუ რეფერალების ის მინდოდა რა ქვია, მოგროვება და თან ხალხისთვის ესეთი ინფორმაციის მისდევი ესეთი საიტები არსებობს და ამ რეფერალებს მოვაგროვებთ და კიდე ზედმეტ შემოსავალზე, კიდე მეტ ზედმეტ შემოსავალს დაადებთ, ჩემი აზრით, ანუ ოპტიმალურია ძალიან, ისე რომ ვთქვათ, ერთი სიტყვით. ანუ ეს არის
განმარტება პასიური შემოსავლის, ანუ არაფერს არ აკეთებ, ზიხარ უბრალოდ გადმოწერილი აქვს აპლიკაციები და თავისთვის გენერირდება ფული. ანუ ამაზე ადვილი პასიური შემოსავალი, ზოგადად შემოსავალი ალბათ არ არსებობს. იგივე არის, რომ ანუ Binance-ემ აქვს ვიდეო გადაღებული, Binance არის კრიპტოვალუტების სატრეიდო და შესანახი და ამ შემდეგ უბრალოდ ანუ ონლაინ ბანკი არის იდეაში. იქ არის რაღაცა მაგალითად ერთი თვით რო ჩადებ, რაღაცაზე 7%-ს მოგცემს ამიდან და ანუ ესეც ანუ პასიური შემოსავალი არის მეტნაკლებად, ხო? ოღონდ ანუ ის რისკთან არის დაკავშირებული, იმიტომ რომ კრიპტო მაინც აიწევს კაცს მარიცის და ეს ანუ უბრალოდ დევს და ფულს აგენერირებს, რაც არ უნდა ცოტა იყოს. ასე რომ ანუ ვერ გეტყვით რომ ეხლა უეჭველი ფულს გააკეთებთ აქედან, იმიტომ რომ ბევრი რაღაცაზე არის დამოკიდებული, ანუ ინტერნეტის სისწრაფეზე არის დამოკიდებული, რამდენად მეტი დევაისი აქვს დაკავშირებული, რამდენად ბევრი რეფერალი ყავს, რამდენად შედარებით ზოგი იმაზე, რამდენად აქტიური ხარ, მაგალითად აი Honeygreen-ზე ყველგან შეგიძლია რომ შეხვიდე და გააკეთო ანუ მიიღო აი გედერინგიდან თუ 5 კრედიტზე მეტი შეგიძლია რომ მე გახსნა ესეთი ანუ magic რაღაც earning pot-ი თუ რაღაცა ეგეთი თქვა საჩუქარს გაძლევს ყოველდღე და ეგ გახსნა და რაღაცა აი მოგეთ აქედან 0.5 ცენტი მომცა ანუ მე გაცილებით მეტი უჩუქნია $1 უჩუქნია $2 უჩუქნია 10 ცენტიც უჩუქნია რაღაცა 5 ცენტი ანუ კარჩე ეს სხვადასხვა რაოდენობის სენი არის აი კიდე რაღაცა აი რეფერალების ბონუს კიდე რაც არის ის არის რომ ან მაგალითად ესეთი დაემატა ანუ referrals get 500 Honeygreen credits by inviting people ანუ 50 ცენტს მოგცემ და თუ ხალხს მოიწვევით და ისინი გააკეთებდნენ 2 გიგაბაიტის შესაბამის ფულს არ ვიცი რამდენი არის ზუსტად და აი რამდენიმე აი ეხა 1-2 კიდე გზაში არის აქედან 50 ცენტს გავაკეთებ კიდე ერთი $7 უკვე გაკეთებული მაქვს აქედან თავიდან რომ დაიწყო ვიდეოებიც გადაღებული მაქვს ამაზე ყველაფერზე თუ გაინტერესებთ შეგიძლიათ ნახოთ არხზე აი რაღაცა ეჩიმენტები დაემატა აქ აი ხო ანუ 50 კრედიტს ანუ 5 ცენტს მომცემს თუ 7 დღეზე დიზეთ გავხსნი აი ამ lucky pot-ებს წერა საჩუქრებს გაძლევს მეთქი ყოველდღე რო არის მეთქი მაგეებზე მაქვს საუბარი და ასე შემდეგ რა ანუ სხვადასხვა აპლიკაციებზე გადახოვოთ თქვენი ტიპობით რა კიდე არის ცოტა სხვანაირი ვებსაიტები არის მაგალითად Cointiply რომელიც ტელეფონში შეიძლება რომ გამოიწერო აპლიკაციები პირდაპირ იქიდან გააკეთოთ თუ კომპიუტერი არ გაქვთ ისე როგორც დარჩენი სხვა ისენი ნუ ერთის გარდა რომელიც მარტო კომპიუტერში შეიძლება ასევე არის ანუ ეს არის Cointiply ასევე ზუსტად მაგისნაირი არის Freecash-ი საიდანაც შეგიძლიათ რომ გააკეთოთ ითამაშოთ თამაშები, რომლებიც ანუ მითებული არის, მაგალითად აი დღეს გავაკეთე ესეთი მეორე ვებსაიტზე Open the app and complete level 50. ანუ ამ თამაშის 50 ლეველი დახურეთო და ნუ აქ ცოტა იყო შედარებით. აქ იყო ეს რამდენი გამოდის 17 ცენტი იყო აქ და აქ იყო მახსოვს ამ Freecash-ზე იგივე ოფერი იყო ზუსტად 35 თუ რაღაცა ეგეთი რა. და ანუ უცბად რაღაცა რამდენიმე საათ დამჭირდა რომ შემესრულებინა, აქედან ფული დამერიცხა და ანუ სხვადასხვა ანუ შეიძლება აქ ნაკლებ coin-იანი ისენი იყოს ოფერები იყოს Cointiply-ზე და Freecash-ზე მეტიანი, მაგრამ Cointiply-ზე ისეთი რაღაცეები არის, რომ შეგიძლიათ შეხვიდეთ აი ესეთი view PTC ads ამას დააწვეთ, გადახვიდეთ და ნახოთ ანუ ვიღაცის რეკლამები და ანუ ესე მარტივად შეგიძლიათ რომ აგრო თანხა და ასე შემდეგ რა, ანუ ძალიან მარტივი არის ესეთი რაღაც გაკეთება. Freecash-საც ანუ თავისი ისენი აქვს ბონუსები აქვს თუ უფრო აქტიური ხარ თუ მაღალი ლეველი ხარ, უფრო მეტ gift-ებს და რაღაც ბონუსებს და რაღაც ეგეთებს გაძლევს რა. Affiliate სისტემა აქვს ორივეს, აი ხა გაჩვენებთ აქედან affiliate სისტემას. ესე 47 ანუ საკმაოდ დიდი ხანი არც გასულა რაც გადავიღე ამაზე ვიდეო 146 ის ამყავს რა ქვია რეფერალი მყავს 57 ცენტი გაკეთებული და ანუ აქაც იგივე ვარიანტი არის რა სად არის ხო იმ დღეს ნახე აღარ მახსოვს ერთ ადამიანს აქვს აქედანაც გაკეთებული რაღაცა $10 თუ რაღაც და მაგისის ნაწილი ჩამერიცხა და ანუ ამ 146 კაციდან სულ რაღაც 15 კაცს აქვს ალბათ რაღაცა ის რა ქვია ხეირი ჩემთვის მოტანილი ესე რომ ვთქვათ, მაგრამ კარგია რომ ესენი მაინც არიან სულ არაფერს ჯობია, ანუ რაღაცა 2 საათი მომიწევს სულ ვიდეოს გადაღება და მონტაჟება და YouTube-ზე ატვირთვა და 47 ცენტი გავაკეთე და ესეთი რაღაცაა რომ ანუ ის არსად არ წაიშლება სულ დევს YouTube-ზე სულ ემატება ნახვები და დიდი ალბათობით რეფერალებიც და მერე ფულიც, ანუ ესეთი სისტემაა. არსებობს ასევე ესეთი აპლიკაციაც სახელად Fiverr, რომელიც შეგიძლიათ ფრილანსინგი, ან ფრილანსინგი თუ არიცით რა არის, მაგალითად რაღაცა სკილი თუ გაქვთ, მაგალითად თუ შეგიძლიათ ხატვა
თუ იცით რაღაცა ბევრი ენები და გადათარგმნა შეგიძლიათ ერთთან მეორეზე და რაღაც ეცდები, მე მაგალითად გიტარის მასწავლებლად მუშაობ, გიტარის უკულელეს მასწავლებლად, კიდე ვიდეოებს ვამონტაჟებდი ხანდახან და რავი, გადათარგმნიდანაც ფული მაქვს ნაშოვნი ცოტა. და მოკლედ ესეთი რაღაც შეგიძლიათ, რომ გააკეთოთ თქვენი გიგი, ანუ თქვენი რაღაცა რომ მე მაგალითად შემიძლია რომ მოგამზადოთ გიტარაში, მაგალითად ერთი გაკვეთილი 1 საათიანი $5, 3 რაღაცა $20 და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ამაში ხალხი გამოგეხმაურებათ და მე რეკინანაც ფულს შოულობთ. ეხლა ანუ Fiverr და ფრილანსინგი ზოგადად არ არის პასიური შემოსავლის წყარო, იმიტომ რომ ანუ აქ უფრო მართლა მუშაობ, რასაც ვქვი. ანუ აქედან ხალხი ვიცი რომ ბევრს აკეთებს ძალიან, გაცილებით მეტს აკეთებს, ვინც იცის მაგალითად რაღაცა digital marketing-ი და რაღაც ეგეთები რა. მაგრამ მე ისე მაქვს რომ ანუ ელემენტარულად არ მცალი ამდენი ხანი უნივერსიტეტში ვარ, სამედიცინო ვსწავლობ და სულ რო ესეთ რაღაცები ვაკეთო, დრო არ მაქვს მაგდენი. თუმცა იყო პერიოდი რომ ვაკეთებდი, Apeni იყო ეგეთი ვებსაიტი მე მგონი თუ რაღაცა, სადაც საკმაოდ ბევრი ფული მაქვს ფრილანსინგიდან ნაშოვნი. ხო და ესეთი რაღაცა, ანუ პატარ-პატარა რაღაცეებში რომ ცოტა დრო და შექმნათ ახალი ფულის წყაროები, ეს ცოტა ერთმანეთს დაემატება და თვის ბოლოს და წლის ბოლოს საკმაოდ ნორმალური თანხა გამოდის რა. ხო და ანუ ეს იყო ჩემი ექსპერიმენტი იდეაში, რაც წლნახევრის წინ დავიწყე სადღაც ცოტა ნაკლების. ეხლა ვართ უკვე 800 გამომწერზე, როგორც მახსოვს და ეს ვნახო ეხლა. ეხლა ვართ უკვე 828 გამომწერზე, მომატებია რაც ბოლოს ვნახე. და რავი, ანუ 1000 გამომწერზე როცა აქავალ, უკვე მე 1000 გამომწერზე და კიდე იმაზე რა ქვია, 4000 watch time-ზე თუ watch hours-ზე თუ რაღაც ეგეთზე, მე აქედანაც უკვე შემიძლია რომ მონეტიზაცია გავაკეთო ამ YouTube-ზეც და აქედანაც რეკლამები და ფული ჩამერიცხება, როცა იქნება. ნუ ჯერ არ იქნება, მაგრამ როცა იქნება. და ამიტომ ესეთი, ანუ დიდ დროს არ ვახარჯავ ამ საქმეს, როგორც ხედავთ, აი მაგალითად წინა თვეში მაქვს 2 ვიდეო დადებული. ანუ ამის უბრალოდ ერთი ვიდეო. ნახე, აი აქ რა წერია 1 month ago არის, ანუ ერთი თვის წინ რაც დავდე. წინა თვეში დავდე ერთი ვიდეო მარტო. და მიუხედავად ამისა, იმან რა ქვია, ამ ვიდეოზე 800 ნახვა მაქვს და ანუ 13 დღის წინ რაც დავდე 232 ნახვა მაქვს. და ეხლა უკვე დასვენება დამეწყო, უფრო მეტ ვიდეოებს გადავიღებ შედარებით, სანამ დრო მაქვს და ესე რა, ანუ საჭირო არ არის ამ საქმეში, რომ რაღაცა 24 საათი რაღაცაზე იჩალიჩოთ და რაღაცა, მაგრამ ანუ მაგასაც თუ იზამთ, უფრო უკეთესად წავა, რა თქმა უნდა, უფრო ჩქარა გაიზრდება თქვენი არხი. ეხლა მაგალითად მე რო დამედო ყოველ რაღაცა კვირაში 3 ვიდეო, ანუ ალგორითმი უფრო ამოუგდებდა ხალხს და უფრო მეტი გამომწერება მეყოლებოდა და მეტი watch time მექნებოდა. ხო, ბუნებრივია, მაგრამ უბრალოდ არ ცალია მაგდენი. თქვენს თუ ესე ხართ რომ რაღაცას სხვასაც საკეთებთ, იგივე შეგიძლიათ გაკეთოთ ზუსტად, თუნდაც ინგლისურად, თუნდაც ქართულად, თუნდაც რუსულად, არ აქვს მნიშვნელობა, მაყურებელი მაინც გეყოლებათ, რა ენაზეც გაგიხარდებათ ზუსტად იმაზე და ანუ ესე პატარ-პატარა წყაროები თანხის გამომუშავების მოაგროვოთ. კარგით მეგობრებო, სულ ეს იყო, საკმაოდ გრძელი ვიდეო გამომივიდა, მე მგონი ესეთი ამ ხელა ვიდეო არ გადამიღია ჯერ და რა ვიცი, ვინც დარჩით ვიდეოს ბოლომდე და მთლიანად უყურეთ, უღრმესი მადლობა. თუ მოგიწევთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი, დაალაიქეთ ეს ვიდეო, დააკომენტარეთ თუ რამე გინდათ რომ განვიხილო, ანუ ვებსაიტი, აპლიკაცია რამე გამომუშავების არ არის პრობლემა, ანუ ეს აი ბოლო ვიდეო Epic Network-ი რო არის, ეგ ვიდეო, ანუ ეს აპლიკაცია ერთ-ერთმა გამომწერმა მასაკნა რა ქვია, მირჩია და მაგის განხილვაში ვარ ეხლა, რამდენიმე დღეში დავდებ მაგაზეც ვიდეოს. თუ ამ ვიდეომდე არ დავდე კიდე არ ვიცი ზუსტად, იმიტომ რომ ამას დიდი ხანი დაჭირდება, რომ დავაედიტო და კაროჩე სხვადასხვა რაღაცეები. და რა ვიცი, ანუ მოკლედ მე არ მეზარება ესეთი რაღაც გაკეთება და თქვენც თუ დაიწყებთ, მინდა გითხრათ, რომ ნამდვილად ღირს, იმიტომ რომ რა დროსაც ამას ვახარჯავ, გაცილებით მეც გამოვიმუშავებ და ძალიან სიამოვნებს ეს საქმე ასევე. ანუ ბავშვობიდან მომწონდა ვიდეოების გაკეთება და ფულის გაკეთებას ასევე, ასე რომ რავი, ჩემთვის ყველანაირად ბონუსია ყველაფერი. კარგით მეგობრებო, ნახვამდის და შემდეგ შეხვედრამდე. კარგად.